აი ესე პირველი დილა გათენდა. კიდევ ნეტავ იმზადებით, ეხლა 9 საათამდე დრო გვაქვს, ჩავალთ, მოვისეირნებთ. დღეს მივდივართ გემზე. Ну, გემით რა ვისეირნებთ, არასაუც არ ამის ნახავთ, ხო წარმოდგენა არა გაქვთ. მე ვესტუმრებით ორხანგაზის ცენტრს, სადაც არის ქართული ცენტრი გახსნილი და სადაც იქნებიან ქართველი მოცეკვავე და ჩვენი პატარები ისე კარგად იცეკვებიან აჭარულს და ნატა მთელი დღის განმავლობაში ამ ყველაფერს შეაჭამს. მოკლედ გამოვყევით არინანებთ, წავედით. მე როდესაც და ვიმოგზაუროთ, აი მახსენდება საბერძნეთის კულტურაზე რომ გადავედით გემით, მაშინ გადავდებით მიყავდა იკონიკას და დილის 6 საათზე ვიყავით უკვე გემზე ზემოთ. დღეს აი ახალი თაობით მივდივართ და ეს იქნება რა უწყარი მოგზაურობა, გამოვყევით. წავედით. შენი ემოციები. გონი პირველად ხარ გემზე, ხო? ჩემი ემოციები ისეთი ლამაზი კარგი, როგორც დღიდან ხედები, ხო? აი, მართლაც რომ ძალიან ლამაზი ხედებია. და ლამაზი კუნძულიც. კი, ძალიან ლამაზი კუნძულებიც ჩანს. ოდილიზი შენი ემოციებიც გაგიმშილე. ჩემი ემოციებიც ძალიან კარგია და ლამაზი შედიჩას. პირველად ხარ გემზე? ალბათ ხმებით ხვდებით უკვე სანვართ, მაგრამ ნახეთ, აბა მარი ვიხარი. ტელევიზია იყო ორხანგაზში იყო. წამოდით მაშინ. კულტურა როგორ არის რა არის ყველაფერი ყველამ გაიგო და მაგითო 1-3 პერიოდის მე ვიყავი ჩვენ ტელევიზიას აქვს ეს არქივი გადაცემა სტუმრად ვიყავით ძალიან კარგი არქივი გავაკეთეთ და მე ვფიქრობ რომ საინფორმაციო მხარდაჭერას ყოველთვის გაგიწევთ ჩვენი ტელევიზია როდესაც აი ესეთი მიწვევა ფესტივალი იქნება ღონისძიება იქნება ყოველთვის გავაკეთებ და ეს ბავშვები გააშუქებენ ამ ყველაფერს ასეთი მერე ჩემს მერე აგერ ერთი წელი ახალი პრეზიდენტ გავირჩიეთ ბატონ ირფანი და ეს ქართველია ერთი ორი სიტყვას მგონია ირფანის იტყვის
და მე ამ ბოლოს ირფანის გაკეთებულ ღონისძიებას, გაკეთებულ ფესტივალებსა და გაკეთებულ პროგრამებზე შევხვდებით კიდევ და ან საქართველოს, ან თურქეთში და ეთილიყო ტელევიზია ინგონგას და აქ გადაცემას გაკეთება და სტუმარები ქალბატონები და ძალიან საყვარელი ბავშვები ძალიან გაგვიხარდა თქვენი აქ ჩამოსვლა და ასეთი ლამაზი გადაცემას გაკეთება და დიდი მადლობა რომ ჩამოდით და აგერახა ასეთი ჩვენი ამბავები გავარკვეთ და გავაკეთეთ კარგი გადაცემა. დიდი მადლობა. ქართული ასოციაცია გაკეთებულია 1995 წელს გაკეთებულია ამ ასოციაციის და ამ კულტურაში ცეკვის ანსამბლი გავაკეთეთ, ანსამბლი ოქრო. Sertan! Ser! Ha böyle! Beni özel çek. Aha!
აქ ყავდა შემოყვანილი კორეოგრაფები ქაისიდან ავთო და ზაზა შეიშვილები და 3 წელი მაის აქ იმუშავეთ ჩვენთან მე ჩვენ ბავშვებს ასწავლეთ ძალიან მაგარი ანსამბლი ყავდა მე ჩვენი მაშინდელი მოსწავლეები ბატონ მურადი და ისმაილი ეხლა არიან ესენი ჩვენი კორეოგრაფები ძალიან ახალ თაობასთან მუშაობენ. კი, ესენი მუშაობენ, მაგრამ კიდევ მაგარი ანსამბლი ყავს, ანსამბლი ოქრო მაის 150 ბავშვი სწავლობს, ისეთი რომ ცოტა პატარები და მე დიდები, 3 პერიოდში არიან, 3 თაობა არის და ძალიან კარგად აქაც თურქებსაც უყვარან ქართული ცეკვა ისეთი რომ ყველა ღონისძიებაზე ან ფესტივალებზე დადიან ძალიან კარგად არიან წარმატებული. ჩვენ ახლა ციგელებით ქუთაისში ფესტივალებზე ყოლობებულ მონაწილეობას და ჩვენც მოხარებულ ვართ რომ დაიწყოთ ისეთი რომ მე ვიყავი ერთი 3 პერიოდი ასოციაციის პრეზიდენტი, მაგრამ შემდეგაც იყო ბატონ აბდულაი ერთი 3 პერიოდი ეს იყო ასოციაციის პრეზიდენტი და ამ ანსამბლის შემზღარელი იყო და დამხმარებული იყო ქართველია, ძალიან დიდი ქართველია, მაგარი ქართველია, სუფთა ქართველია და თუ შეიძლება ორი სიტყვას აბდულაი აუცილებლად სასიამოვნოა. გამარჯობა, კეთილი იყო თქვენი მოგზაურობა. აქედან საქართველოს გამარჯვოს. ჩვენ თურქეთში 120 წლის ჩვენი დიდვანები ჩამოსული არის აქ. ჩვენ არ დავკარგეთ ენა, არ დავკარგეთ ცეკვა. მაგრამ სიყვარული ქართული ენისადმი. მაგრამ ჩვენს გვინდა რომ daha კარგად საქართველოს ერთად შევდეთ გამოვდეთ და ეს გავაგზავნოთ ჩვენ გავაგზავნოთ პროგრამები, ფესტივალები, ურთიერთობა, მეგობრობა, სკოლების დამოუკიდებლობა, საავადმყოფოების დამოუკიდებლობა, ქალაქების დამოუკიდებლობა. აი სწორედ ის გამოვა ეხლა როდესაც თქვენ კი, ჩვენთან. აუცილებლად. მე საქართველოს მოქალაქობას მაქვს. აი მე ქართველის ვარ. მაგარი ქართველი ვარ. გამგებლად მისალოთ ცენტრობით. მაგიტრებენ გვარგეთ ბატონო. ურჯუმიდან ჩამოსული არიან ჩვენი ნათესავები. რომ აი ეს ურთიერთობა გრძელდება ჩვენ ძალიან ბევრი მედლები სიგელები ვნახეთ ეხლა სადაც არის საქართველოსთან ჩამოგანი ქუთაისიდან და მე ვფიქრობ რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაგრძელდეს და მადლობა თქვენ რომ ინარჩუნებთ ამ ქართველობას ძალიან მაგარია და ძალიან ბევრს ნიშნავს თვითონ ჩვენთვისაც და ჩვენსაც დიდი ბედნიერება რომ გისტუმროთ ბატონ აბდულის მერე ბატონ ზიქერია იყო ამ ასოციაციის პრეზიდენტი ორი პერიოდი მან გაეხმარა მან ის იყო შემდგენელი და ბატონ ზიქერიასაც ორი სიტყვას ის სიტყვის ის მაგარი ქართველია საქართველოს არის ნამყოფი გამარჯობა კაიქელით მოდით მე ჩემბანეცა ჰემ ლაპარიკი ჰემ ცეკვას ვას დავასწავლე არქაიცია ბათუმში გურჯის ასებერჯერ ჩეველი ამველი ჩვენ იქიდან ჩამოსული ბეგებ გვერდია
ჩვენი ერთი დიდი ნენა იყო იქიდან ჩამოსული რამითი წლის იყო 116 116 წლის იმდენი იცოცხლა იქიდან ჩამოსული იყო ზალვანი ქავრობა ენატრებოდა ამა მაშინ ვერ მივდოდით ვერ მოვდოდით ახლა მოგვექები ბევრი გახდა მოგვექები ინენაი ზალვან მახსოვს ზალვანას მიყვარა მე ხაიხი გამახსენდა ქართული სული მაინც სხვა დოდო აბაშიძე რო ფილმში ფესვებში რო ასრულებს როლს და ყველა ენა რო ავიწყდება და მარტო ქართული